თავი მე-12. მაიან ხათუნის ეპოქა. 1914 წლის ოქტომბრის ხელშეკრულება, რომელიც ახალგაზრდა თურქების მთავრობას ავალდებულებდა, გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს შეერთებოდა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის კავშირის წინააღმდეგ, ევროპის ავადმყოფი ადამიანისათვის სასიკვდილო განაჩენს უტოლდებოდა. გამარჯვებაში დარწმუნებულმა რუსეთმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინათ აღმოსავლეთის საკითხი. ბრიტანეთის სახელით მარკ საიქსის მიერ წარმოებული საიდუმლო შეთანხმებები რუსეთის იმპერატორს სტამბოლს პირდებოდა, ხოლო ამ იმპერიის არაბული პროვინციები ბრიტანეთს ან საფრანგეთს უნდა დაქვემდებარებოდა. ანატოლიაში შუა ეუფრატისა და ზედა ტიგროსის ხეობები საფრანგეთს გადაეცემოდა. აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია კი რუსეთის საზღვრებში მოექცეოდა. ჩრდილოეთ სპარსეთში რუსებს 1910 წლიდან ჰქონდათ დაპყრობილი თავრიზი და ურმია. 8 დაუსრულებელი წლის განმავლობაში სულთნის მილიონობით ქვეშევრდომი დაიღუპა. სანამ საბრძოლო მოქმედებები საბოლოოდ შეწყდებოდა და ომში მონაწილე სახელმწიფოები იმ კონტურებს მიიღებდნენ, რომლებითაც დღეს ვიცნობთ. ომის დასრულების შემდეგ ფრანგული სამფეროვანი დროშა დამასკოსა და ალეპოში აფრიალდა, ხოლო ინგლისელებმა პალესტინა და ერაყი მიითვალეს, მაგრამ რუსეთი დაიშალა და სტამბოლი და ანატოლია, ისევე როგორც აბდულ ჰამიდის მიერ რუსეთისათვის გადაცემული ტერიტორიების დიდი ნაწილი, ახალ თურქულ სახელმწიფოს დარჩა. ერაყში მცხოვრები იეზიდური თემები გეოგრაფიული მდებარეობისა და მაიან ხათუნის წინდა ხედულობის წყალობით უნებლები გადაურჩნენ ამ მღვრიე პერიოდს. ისმაილ ბეგი ბელედ სინჯარში დარჩა და რუსეთისაგან ნიშანს ელოდებოდა. ომის პირველი 2 წლის განმავლობაში ოსმალეთის არმია მუდამ კატასტროფულ მარცხს განიცდიდა კავკასიის ფრონტზე, რამაც რუსებს ვანის, არზრუმისა და ტრაბზონის აღება გაუადვილა. სომხები და ასირიელები კი ოსმალეთს აუჯანყა, მაგრამ რუსებს ბუნებრივი რელიეფი და ევროპის ფრონტებისაკენ ჯარების გადასროლის მუდმივი საჭიროება აფერხებდა. იეზიდებით დასახლებულ ტერიტორიებს ისინი ბითლისთან მიუახლოვდნენ. 1916 წლის მარტში დაიკავეს, მაგრამ 5 თვის შემდეგ ქემალ-ფაშასთან ბრძოლაში კვლავ წააგეს. იგივე მოხდა როვანდუზის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. რუსებს იგი მხოლოდ 1916 წლის მაისიდან ივლისამდე ეკავათ. ამავე დროს ენვერ ფაშა და მისი გერმანელი მრჩევლები ახალ შეზღუდვებს უნდა დამორჩილებოდნენ. თურქეთს ზღვაზე გასვლის უფლება წაერთვა და თავის მოკავშირეებთან კომუნიკაციის ერთადერთ გზად ცენტრალური ევროპა დარჩა, ბულგარეთის გავლით, რომელიც ომში 1915 წელს ჩაერთო და მათი მოკავშირე იყო. ბრიტანეთის ფლოტი დომინირებდა ხმელთაშუაზღვისპირეთში, სუეცის არხზე, წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში, რაც ოსმალურ გემებს და აბკოლებებს უქმნიდა. გალიპოლის სანაპირო ზოლზე დესანტის წარუმატებელი გადასხმის შემდეგ ბრიტანელებმა იმპერიის ქვედა ნაწილს მიაპყრეს ყურადღება. ეგვიპტე მათთვის უსაფრთხო ტერიტორია იყო და სწორედ აქ შექმნეს უდაბნოს ბრძოლებში გამოსადეგი ჯარი. პალესტინაში შეჭრის მზადებისას კაიროში პოლიტიკური სტრატეგების გუნდი შეიქმნა, მათ შორის იყო გერტრუდ ბელიც, რომელსაც არაბ დისიდენტებში არეულობის შეტანა ევალებოდა. მისი უდიდესი მიღწევა გერტრუდ ბელის წასვლის შემდეგ იყო მექის მემკვიდრეობითი გამგებლის დარწმუნება დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოს მეფედ გამოეცხადებინა თავი. ერაყში ბრიტანეთისა და ინდოეთის ჯარების საექსპედიციო ძალებმა ომის პირველ რამდენიმე კვირაში აიღეს ბასრა. შემდეგ იყო წარუმატებლობათა პერიოდი, რაც ბრიტანეთს ძვირი დაუჯდა. მათი 10,000-მდე ჯარისკაცი ყუტში ჩარჩა. 1917 წლის მარტში ბრიტანელებმა ბაღდადი დაიკავეს და ჩრდილოეთით სამარისა და თიქრითისაკენ წაიწიეს. ოსმალეთისა და გერმანიის შტაბის ოფიცრებმა ეუფრატის გასწვრივ კონტრშეტევა დაგეგმეს. მარცხიანი მარშრუტი, რომელმაც წინა საუკუნეში ჩეზნის კარიერა შეიწირა, ოდესღაც კი კიროსის, იულიანესა და შავი ხალიფის ბედი გადაწყვიტა. მე-20 საუკუნეში კიდევ ერთხელ უნდა გამოცდილიყო. ოპერაციისათვის დანიშნული ჯარები პალესტინის დასაცავად ეგვიპტიდან ბრიტანეთის იერიშის მოსაგერიებლად შეიქმნა საჭირო და ოსმალეთი ერაყის ტერიტორიაზე კვლავ თავდაცვით მდგომარეობაში დარჩა. ამ ძველ ბრძოლის ველებს რომ მიუახლოვდნენ, ბრიტანელმა შტაბის ოფიცრებმა მაშინვე გაიაზრეს ჯებელ სინჯარის სტრატეგიული მნიშვნელობა.
ოსმალების საკომუნიკაციო ხაზები, რომელთა მეშვეობით ისინი ერაყში მდგარ ჯარებს უკავშირდებოდნენ, ძველ საქარავნო მარშრუტს მიუყვებოდა ალეპოდან მოსულამდე, თანაც ახლა მის პარალელურად ბაღდადისაკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზი გაჰყავდათ. სარკინიგზო ხაზმა ნასიბინამდე 1917 წლის სექტემბერში მიაღწია. ეს იყო ბოლო პუნქტი, რომლის იქით იშვიათი გამონაკლისების გარდა მხოლოდ ტრადიციული სატრანსპორტო საშუალებები იყო გამოსადეგი: ცხენები, ჯორები და აქლემები. სამაგიეროდ ჯებელ-სინჯარიდან იეზიდები თვალსადევნებდნენ გადაადგილებებს ბარში და არაერთი შესაძლებლობაც ეძლეოდათ სურსათის, ტანისამოსისა თუ საბრძოლო მასალების მოსაპოვებლად. გერტრუდ ბელმა, ახლა უკვე ბაღდადის ადმინისტრაციის დიდმოხელემ, დროულად გაიხსენა სინჯარელი იეზიდებისა და ოსმალების ძველთაძველი მტრობა. 1917 წელს მან არაბი აგენტი გაგზავნა ჰამუშირუსთან და თან წერილი გაატანა. ამის შემდეგ ისმაილმა თავად მისწერა ინგლისელებს, რომლებმაც გულთბილად უპასუხეს და მადლობა გადაუხადეს დეირ ეს-ზორიდან მოსულამდე ოსმალოთა ბადრაგს თავდაღწეული სომხების შეფარებისათვის. 1915 წელს ელფიას ენდრიუსის სომხების მიმართ თანაგრძნობის გამო განდევნეს მარდინიდან. 2 წლის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა, ოსმალეთის იმპერიასთან კი დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, მისიონერს ამერიკაში გამგზავრების ნება დართეს, სადაც იგი 1919 წელს გარდაიცვალა. ელფიას ენდრიუსის ნაშრომებს, მათ შორის ახალი აღთქმის არაბულ-ქურთულ თარგმანს და მთელ მის მიმოწერას იერემია შამირთან დღემდე ვერსად მიაგნეს. 1917 წლის დეკემბერში იერუსალიმი ეგვიპტიდან წამოსულმა ბრიტანულმა ძალებმა დაიკავეს. სულთანს სამი წმინდა ქალაქიდან მხოლოდ მედინა დარჩა, ისიც იზოლირებული, ჰეიჯაზის მხარიდან, მაგრამ მოულოდნელად აღმოსავლეთით ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვალა. რუსეთმა, რომელსაც ახლა კომუნისტები მართავდნენ, ოსმალეთთან მშვიდობის დამყარება არჩია. 4 თვის შემდეგ მთელი ანატოლია 1877 წელს დაკარგულ სამ პროვინციასთან ერთად სასწაულებრივად დაბრუნდა ოსმალეთის შემადგენლობაში. 1918 წლის თებერვალში ენვერ ფაშამ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ერაყთან კომუნიკაციის ხაზები საფუძვლიანად დაეცვათ იეზიდებისაგან. კავკასიის ფრონტის ვეტერანებითა და ჯერ კიდევ ერთგული არაბებით დაკომპლექტებული არმია თელ აფარისაკენ დაიძრა. ჯებელ-სინჯარში შიკრიკები გაგზავნეს. ოსმალებმა იეზიდებს მოსთხოვეს სომეხი დევნილების გადაცემა და მოპარული იარაღის ჩაბარება, თუ არადა შედეგებზე თავად იქნებოდნენ პასუხისმგებლები. იეზიდებმა ულტიმატუმის ტექსტი დახიეს და ოსმალოთა შიკრიკები უკან უტანისამოსოდ გააბრუნეს. მაგრამ ყური არ უბდეს ისმაილ ბეგს, რომელიც ურჩევდა ქალები, ბავშვები და საქონელი მთაში გაეხიზნათ. ამიტომ, როდესაც ოსმალებმა ჯებელ-სინჯარამდე მიაღწიეს, სოფლებში დიდძალი ხალხი დაიღუპა. ამის შემდეგ იეზიდთა საომარმა საბრძოლო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ისმაილს ბრიტანელებთან დაკავშირება უნდა ეცადა. ისმაილ ბეგი მეორე დილითვე დაადგა გზას, დაცვის ერთ წევრთან და ორ სომეხ ლტოლვილთან ერთად. ერთ-ერთი მათგანი, მეტსახელად პროფესორი, მოგვიანებით სულთან აბდულ ჰამიდის მოკლას შეეცდება. ჯგუფი უდაბნოს კიდეს გაუყვა. გზად არაერთხელ მოუხდა გაურკვეველი ლოიალობის არაბების მოგერიება და ბოლოს ჰათრის ნანგრევების გავლით სამარაში მდგომ ბრიტანულ ჯარამდე ჩააღწია. თავის მოგონებებში ისმაილი იხსენებს, რა გულისხმიერებით მიიღეს იგი ბრიტანელებმა. ოფიცრებმა ინტერესით მოისმინეს ისმაილის გეგმა, რომელიც მოსულზე 2 იერიშის მიტანას გულისხმობდა. იეზიდები მათ 3000 თოფს, 25 ქვემეხს, 2 აეროპლანსა და ინდოელი ჯარისკაცების დანაყოფს თხოვდნენ. ბაღდადში ისმაილი ბრიტანელთა მთავარსარდალს, გენერალ მარშალს და მის შტაბის უფროსს შეხვდა, ხოლო გერტრუდ ბელს ბრიტანული სამხედრო რუკების ტოპოგრაფიულ შეცდომებზე მიუთითა. ზაფხულის სიცხე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა 1918 წლის ივლისში ისმაილი სინჯარში დაბრუნდა და თან გაიყოლა ბრიტანელთა სადაზვერვო ჯგუფი, ბრიტანელი სამხედრო ინჟინრის კაპიტან ჰარი ჰადსონის მეთაურობით. მაშინ 25 წლის იყო. ჰადსონის თანაშემწე კაპიტანი კემბელ მანრო და ინდოელი სამხედრო ექიმი. ჯგუფს დაცვად გაჰყვა შამარ ჯერბას არაბული ტომი, რომელიც ბაღდადის დასავლეთით სახლობდა. ისმაილმა და ბრიტანელებმა მთელი დღე და ღამე იმოგზაურეს.
ფეხმარდმა აკლემებმა ისინი მდინარე თართარის მშრალი კალაპოტიდან დასავლეთით მიმავალ გზაზე გაიყვანეს, ჯებელ სინჯარის სამხრეთით. საიდანაც ისმაილი, ჰადსონი და მანრო ცხენებით გაემართნენ ბელეთ სინჯარისაკენ, ჰამუში რუსთან დათქმულ ღამის პაემანზე. იეზიდთა მთავარმა ჩამოსულებს აღუწერა, რამდენად დაუცველი იყო მათი სოფლები ოსმალეთის არტილერიის წინაშე და თქვა, რომ იეზიდური ტომები ბრიტანელთა დაუხმარებლად იერიშს ვერ წამოიწყებდნენ. შემდეგ ჯგუფი თავიანთ საბადრაგო რაზმს შეუერთდა. მათთან ერთად იყვნენ ისმაილის ცოლი, მათი ვაჟი აბდელქარიმი და 18 თვის ქალიშვილი ვანსა და ყველანი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თიქრითის ბრიტანულ საჯარისო პუნქტში. სანამ ერთმანეთს დაშორდებოდნენ, ისმაილმა ჰადსონს გადასცა ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი სავარჯიშოების რვეულს უფრო ჰგავდა და დასძინა, რვეულში იეზიდთა რელიგიაა განმარტებულიო. ტექსტი არაბულ ენაზე იყო შედგენილი, ჰადსონმა კი ეს ენა არ იცოდა. 1919 წელს ერაყიდან გამგზავრებისას რვეული თან წაუღია და როგორც იხსენებს, ერთხანს სულ თან დაატარებდა და შინაც კი არ დატოვებდა, სანამ ბრძანება არ მიიღო რვეული შტაბისათვის გაეგზავნა, რადგან იეზიდებს მისი უკან დაბრუნება სურდათ. ჰადსონს რომ კოლოფონის წაკითხვა შეძლებოდა, ეცოდინებოდა, რომ იეზიდური წმინდა წიგნების დეირ ეს-ზაფარანის ხელნაწერის ასლი ჰქონდა ხელთ. გარკვეული ხნის შემდეგ ხელნაწერი მანჩესტერში ალფონს მინგანას აჩვენეს. 1921 წლის იანვარში სამეფო აზიური საზოგადოების ჟურნალში მინგანამ დიდი ქათინაურები უწუნა კაპიტან ჰადსონს ომის დროინდელი ჩანაწერებისა და იეზიდთა წესჩვეულებების შესწავლის ამ უნიკალური შესაძლებლობისათვის. მან განაცხადა, რომ ხელნაწერი მას ერთ-ერთმა აღმოსავლეთ მცოდნემ აჩვენა, რომელსაც ჰადსონი დაჰკავშირებია, რადგან ხელნაწერის შესახებ ქურთული ენის მცოდნის აზრი აინტერესებდა. ჰადსონი აღნიშნავს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. მინგანამ უარყო მსგავსება ამ არაბულ ტექსტსა და იმ ხელნაწერებს შორის, რომლებიც მას უკვე იერემია შამირის ნაყალბევად ჰქონდა გამოცხადებული. ადრინდელი პრეტენზიის მიუხედავად, თითქოს 1913 წელს ერაყიდან გამომგზავრებამდე უამრავი იეზიდი მეგობარი ჰყავდა, მინგანამ არ იცოდა, ვინ იყო ისმაილი. კოლოფონის ტექსტის შეფასებისას მინგანა გაკვირვებას გამოთქვამდა. ასეთმა ცნობილმა იეზიდმა შეიხმა, ნუ თუ არ იცის, რომ იეზიდებს წმინდა წიგნები არ გააჩნიათ. 1918 წლის ზაფხულში, როდესაც დაპირისპირებულ მხარეთა არმიები მესოპოტამიის მზემში აჩერა, ოსმალეთის ჯარები იმ ვაკუუმში დარჩნენ რუსეთის უკან დახევამ რომ შექმნა. ამიერკავკასიაში, კასპიის ზღვის რეგიონში, მათ ბაქო დაიპყრეს, ჩრდილო-დასავლეთ სპარსეთში თავრიზი დაიკავეს. ქურთული ტომების დახმარებით ოსმალებმა ასირიელები ურმეიდან გააძევეს და ამერიკელებისა და ფრანგების მიერ დიდი ხნის წინ დაარსებული მისიები დაშალეს. 1918 წლის 10 სექტემბერს ოსმალოთა ჯარი ტყვიამფრქვევებით, აეროპლანებითა და 150 მმ-იანი კალიბრის ორი ზარბაზნით ჯებელ სინჯარისაკენ დაიძრა, რათა კიდევ ერთხელ აღეკვეთა იეზიდთა თარეში ნისაბინი მოსულის გზაზე. ოსმალებმა ბელეთ სინჯარი ხელახლა დაიკავეს. თავს დაესხნენ ყველა დიდ სოფელს. იეზიდებმა ჰამუშირუს და დაუდ ელ-დაუდის მეთაურობით ოჯახებითა და საქონლით გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ეს მართლაც უკანასკნელი სადამსჯელო ექსპედიცია იყო, რომელიც სულთნის მთავრობამ გაგზავნა სინჯარში. ოსმალეთის ჯარები ყველა მიმართულებით ბაქოდან ჩრდილოეთისაკენ, ხოლო ურმიიდან სამხრეთისაკენ წარმატებით მიიწევდნენ წინ. როცა ბულგარეთის არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მისი ნაწილები საფრანგეთისა და ბრიტანეთის ძალებს ჩააფარდნენ ჩრდილოეთ საბერძნეთში და ამ უკანასკნელებს სტამბოლისაკენ მიმავალი გზა გაუხსნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ინგლისელები პალესტინასა და სირიაში შეიჭრნენ. ოქტომბრის შუა რიცხვებში ენვერ-ფაშა გადადგა. თვის ბოლოს ოსმალებმა ალეპო დაიკავეს. დაიდო ზავი და გამარჯვებული მოკავშირეები სტამბოლში შევიდნენ. ბრიტანულმა ჯარებმა, რომლებიც მოგვიანებით ფრანგებმა შეცვალეს, ბაღდადის სარკინიგზო მაგისტრალი დაიკავეს, ალეპოდან ურფამდე. ამიერკავკასიას ოსმალები სხვა ბრიტანული ძალების მეთვალყურეობით ტოვებდნენ. 1867 წლის საზღვარი აღდგა. მოსული კვლავ ოსმალების ხელში იყო, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა, მაგრამ ბრიტანელებმა მთელი პროვინციის დაკავება შეძლეს და ოსმალებს ნასიბინი დაატოვებინეს.
კოლონელი ვიცე-პოლკოვნიკი ჯერარდ ლიჩმანი, უდაბნოს ლეგენდარული მებრძოლი, მოსულში ისე შევიდა, როგორც პოლიტიკური მოხელე. მასთან ახლდნენ თანაშემწე კოლონელი ნალდერი და ისმაილ ბეგი. რამდენიმე დღის შემდეგ სამივე თელ აფარში გაემგზავრა ოსმალეთის გარნიზონის კაპიტულაციის მისაღებად. იქიდან კი სინჯარში. ჰამუშირო ამ მოვლენებზე წერს. უმძიმესი დროება იდგა მთიანეთის ისტორიაში. კოლონელმა ლიჩმანმა სულზე მოგვისწრო და დაღუპვას გადაგვარჩინა. ჯერ კიდევ მოსულში ყოფნისას ლიჩმანმა იეზიდური თემის წინამძღოლთა კრება მოიწვია. მას რომ დასწრებოდა, ისმაილი სინჯარიდან ჰამუშირუსა და 35 მეთაურთან ერთად გაემგზავრა. სომეხი და ქალდეველი პატრიარქების გამოსვლების შემდეგ ისინი იეზიდებს შეფარებისათვის მადლობას სწირავდნენ. ლიჩმანმა ისმაილის სასაუბროდ დაიგულა და სინჯარის გამგებლობა შესთავაზა. ისმაილმა უარი უთხრა. მისი თქმით, საამისოდ ჰამუშირო უკეთესი კანდიდატურა იყო. ისმაილი უფრო სერიოზულ შედეგზე დებდა ფსონს. მეორე დღეს შეიხანიდან ჩამოვიდა შეიხებისა და მთავრების დელეგაცია, რომელსაც მთავარი შეიხი და მირ საიდ ბეგი ხელმძღვანელობდნენ. ნალდერი მირს აღწერს, როგორც ფაქიზი იერისა და სუსტი აღნაგობის კაცს დაახლოებით 30 წლისას. სინამდვილეში საიდ ბეგი მაშინ 18 წლის იყო. ლიჩმანმა განაცხადა, რომ ჰამუშირო სინჯარის გამგებელი იქნებოდა. შემდეგ წამოიჭრა კითხვა, თუ ვის უნდა მიეღო სამთავრო შემოსავლები. ისის იყო ლიჩმანს ეს მოვალეობა ისმაილისათვის უნდა გადაებარებინა, რომ ქალაქში მაიან ხათუნი ჩამოვიდა და ჰამუშიროს გაურიგდა. მათი რეკომენდაციით სანჯაყებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი საიდსა და ისმაილს შორის უნდა გაყოფილიყო. ისმაილის თანხმობით ლიჩმანმა ამ წინადადებას დასტური მისცა. ახალდანიშნული მოხელეების უპირველესი მოვალეობა იყო მონაწილეობა მიეღოთ მთელი ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე საზოგადოებრივი აზრის შესწავლაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის სამომავლო მმართველობა. ბრიტანეთი და საფრანგეთი იმაზე მსჯელობდნენ, რეალურად როგორ უნდა დაყოფილიყო ტერიტორიები ახლა, როდესაც ბრიტანულ ჯარებს არამხოლოდ სირია, არამედ ერაყიც დაეკავებინათ, ხოლო რუსეთმა ძველ შეთანხმებებზე უარი თქვა. მოსულის პროვინციაში თითოეული უმცირესობის წარმომადგენლები მიიწვიეს, მათი მოსაზრებების მოსასმენად. იეზიდთა დეკლარაციაში, რომლის ხელმომწერი 50 პირი მთელი დიარბაქირისა და მოსულის პროვინციების მკვიდრ იეზიდებს, მათ შორის ყველა მთავარს წარმოადგენდა, ნათქვამი იყო, რომ მათ დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომობა სურდათ. არასოდეს დავთანხმდებით, რომ არაბთა მთავრობა გვმართავდეს. ისმაილი სინჯარში დაბრუნდა, სადაც ბრიტანეთის მმართველობის დამყარებას აღნიშნავდნენ და სადღესასწაულო დახვედრების, გამოსვლებისა და ნადიმებისათვის უნდა მომზადებულიყო, ხოლო მაიან ხათუნი გალავანსა და ზღუდეებს ამაგრებდა. მისი ბრძანებით ლიჩმანს ლალიშის სალოცავი დაათვალიერებინეს და ის გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც უკანასკნელ წლებში ლალიშის ტაძრის ნახვა მოახერხა. იმ დღეებში ერთ-ერთ იეზიდ მთავარს ვაჟი შეეძინა და ბავშვს ლიჩმანის პატივსაცემად ლიჯმან ბეგი დაარქვეს. ისმაილი თავის მოგონებებში აღწერს თავის გაწმილებას, როცა მოსულის თათბირიდან 4 თვის შემდეგ ბაღდადში დარჩენილ ოჯახს ჩააკითხა. იქ კი იმ მიზეზით დააკავეს, თითქოს იეზიდებს სინჯარში მისი დაბრუნება არ სურდათ. რამდენიმე კვირის შემდეგ ლიჩმანი მოსულიდან გაემგზავრა. ნალდერი, რომელმაც მისი მოვალეობები გადაიბარა, წერდა: ისმაილი სრულიად არასანდო ადამიანი გამოდგა. თავს ვერასდროს იკავებს და წვრილ-წვრილ ინტრიგებს ხლართავს. ამიტომ ბოლოს მისი ბაღდადში გაგზავნა შეიქნა საჭირო. საიდს განუყოფელი მმართველობა ერგო. დაუსრულებელი ოჯახური მტრობის გამო ისმაილს ილუზიები არ გასჩენია. იგი დარწმუნებული იყო, რომ საიდ ბეგის მხარემ სინჯარელი მთავრები მოისყიდა და მათაც ბრიტანელებს საჩივრის წერილები გაუგზავნეს. ნალდერის მოხსენებაში მხოლოდ ესაა ნათქვამი. საიდ ბეგს დედამისი მაიანი მართავს, ერთობ მოხერხებული ხნიერი ქალბატონი, რომლის პირადი ინტერესები ვფიქრობ ყოველთვის არ ემთხვევა ტომის ინტერესებს. ამ დროს მაიან ხათუნი მხოლოდ 44 წლის თუ იქნებოდა და ის იყო გავლენის მოკრებას ცდილობდა. ისმაილმა თხოვნით მიმართა გერტრუდ ბელს ბრიტანელებს მისთვის შემწეობა გაეზარდათ. ამასთან ამაოდირჯებოდა ინგლისელთა დასაყოლიებლად მისი შვილის აბდელ ქარიმისათვის ინგლისში სწავლა გაეხერხებინათ.
კაპიტან ჰადსონისგან, რომელიც ახლა ლონდონის ომის სამინისტროში მუშაობდა, ისმაილი იმის გარკვევას ცდილობდა, შეეძლო თუ არა კაპიტანს სინჯარში მისი დაბრუნებისათვის შეეწყო ხელი. ორენოვანი მწიგნობრის მიერ დაწერილ წერილში იგი მადლობას უხდიდა მეგობარს ხელნაწერის დაბრუნებისათვის და სხვა ასლის გაგზავნას პირდებოდა. თავად კი სთხოვდა, როცა ერახში დაბრუნდებოდა, ჰადსონს მისთვის ერთი ავტომანქანა ჩაეტანა, ოღონდ 1500 რუპიაზე ძვირი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ ეს რთული იქნებოდა, მაშინ ერთ მოტოციკლსაც დასჯერდებოდა. ისმაილის დევნილობა 2 წელიწად ნახევარს გაგრძელდა. იგი ოჯახთან ერთად მთავრობის შემწეობით ცხოვრობდა ბაღდადში და დროდადრო ბასრას და ბაყუბას ლტოვილთა ბანაკს სტუმრობდა. იქ ვანში სომეხთა წყალობით გადარჩენილი რამდენიმე იეზიდიობოლი ბავშვი აღმოეჩინა, რომლებიც მაშინ დაკარგულიყვნენ, როცა ადგილობრივი ტომები ამიერკავკასიაში გაქცევით შველოდნენ თავს. ბანაკის კომენდანტის მეუღლე თავის მოგონებებში იხსენებს მაღალ, თეთრჩალმიან კაცს, გრძელი შავი წვერითა და თბილი თაფლისფერი თვალებით, რომელსაც გრძელ ხალატზე ბაცი ყავისფერი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული. 1920 წლის მეორე ნახევარში ერაყის არაბული ტომები ინგლისელთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ. მათ მიერ დახოცილ ბრიტანელთა შორის იყო ლიჩმანი. იგი ევფრატის სიახლოვეს მდებარე სოფელში მოკლეს. წლის ბოლოს ბრიტანეთმა მესოპოტამიას ახალი უმაღლესი კომისარი დაუნიშნა, სერ პერსი კოქსი, რომელმაც 1921 წელს ისმაილს სინჯარში დაბრუნების უფლება მისცა და სამთავრობო შემოსავლებიდან წილის მიღების უფლება აღუდგინა. 7 წლის შემდეგ მადლიერმა ისმაილმა ნაბოლარაშვილს კოქუს ბეგი დაარქვა. ერაყის სახელმწიფო 1921 წელს შეიქმნა ბრიტანეთის მეთვალყურეობით. მისი მეფე იმ ოჯახიდან შეარჩიეს, რომელიც ოდესღაც მექას მართავდა, მაგრამ ამ უფლებას იბნ საუდი ჩამოართმევდა. ერაყის უფლება მოსულის პროვინციაზე აღიარეს 1926 წლის ხელშეკრულებით, რომელიც ქემალ ფაშამ დადო თურქეთის ახალი სახელმწიფოს სახელით. ამასთან აღადგინეს ოსმალეთის ყოფილი არმია და დაიბრუნეს ანატოლიის პროვინციები, რომლებიც სომხებს, იტალიელებსა და ბერძნებს ეკავათ. იმავდროულად ფრანგებმა ურფიდან და ბირეჯიკიდან უკან დაიხიეს, რათა სირიაში გაემყარებინათ თავიანთი პოზიციები და მოგვიანებით ცალკე გააფორმეს ზავი ქემალთან. საზღვარი სირიასა და ერაყს შორის საბოლოოდ 1933 წელს დამტკიცდა. სათანადო შეთანხმების ძალით ჯებელ სინჯარის ორად გაყოფის იდეა უკუაგდეს და მთელი მთა ერაყს გადასცეს. ჰამუშირუმ სიკვდილამდე შეინარჩუნა მთის მმართველის წოდება. იგი 1932 წელს გარდაიცვალა, 90 წელს გადაცილებული. იგი პროგრესული მმართველი გამოდგა. მხარს უჭერდა ლიჩმანის სურვილს ბელეთ სინჯარში იეზიდი ბავშვებისათვის სკოლა დაარსებულიყო. ეს პროექტი თავიდანვე მარცხიანად დაიწყო. პირველი 5 მოსწავლიდან 2 წვიმიანობისას ადიდებულ მდინარეში დაიხრჩო სკოლისაკენ მიმავალ გზაზე. ჰამუშირუმ ბავშვების მშობლები დაარწმუნა მომხდარი სკოლისათვის არ დაებრალებინათ. მანვე გასცა განკარგულება, სახელმძღვანელოები მხოლოდ საგანგებო რედაქტირების შემდეგ გამოცემულიყო და ტექსტებიდან ბავშვებისათვის გაუგებარი სიტყვები ამოღებულიყო. ბრიტანული ადმინისტრაციის ერთი წარმომადგენელი ჰამუშირუს გამოსულელებულ ბებერ დესპოტად იხსენიებს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ 1932 წელს შირუს კიდევ ერთი შვილი შეეძინა. ჯებელ სინჯარზე მის ძალაუფლებას უფრო და უფრო ეწინააღმდეგებოდა მიჰირკანის მთავარსარდალი დაუდ ელ-დაუდი. 1925 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც დაუდი სამჯერ არ დაემორჩილა ბელეთ სინჯარში თათბირზე დასწრების ბრძანებას, ინგლისელებმა მის გონზე მოსაყვანად ჯავშან სატანკო ჯარი გაგზავნეს. მაგრამ ძალის ასეთმა დემონსტრირებამ ზოგი იეზიდი ისე გააღიზიანა, რომ ევლია ჩელების კალმის ღირსი რამ მოხდა. ტომის ერთ-ერთმა მებრძოლმა თოფით ჩამოაგდო სამეფო საჰაერო ძალების F-2B სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც საათში 100 მილზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ბოლოს და ბოლოს ისმაილ ბეგმა მოიპოვა სამთავრობო შემოსავლის წილი. მასთან ერთად კი სულის სიმშვიდე და ცხოვრების დარჩენილი წლები მშვიდად და ღირსეულად გაატარა ბელეთ სინჯარში. რომაული ციხესიმაგრის ფუძაზე აგებული მისი სახლი მუდამ სავსე იყო პატივსაცემი იეზიდებით, თუ ერაყიდან, ბრიტანეთიდან
და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან ჩამოსული ცნობის მოყვარე სტუმრებით. მისი ვაჟი, აბდელქარიმი, ბაღდადის სკოლაში სწავლობდა, ხოლო ორი უმცროსი შვილი, ვანსა და იეზიდ ხანი, მოსულის ამერიკული მისიის პანსიონში, რომელიც ედმუნდ მაკდოუელის და მისი მეუღლის მზრუნველობით აღადგინეს. ამ უკანასკნელმა კი 1924 წელს ქალაქში გოგონათა სკოლაც დააარსა. 1924 წლის ივლისში ერაყელმა ლევიებმა, ადგილობრივმა თავდაცვის ძალებმა, რომლებიც ინგლისელებმა ასირიელი, ქურთი და სხვა მოხალისეებისაგან ჩამოაყალიბეს, იეზიდებს შესთავაზეს მათთვის საგანგებოდ შექმნილ იეზიდთა ცხენოსან ჯარში ემსახურათ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარისო ფორმა ხაკისა იყო, ტომები ტრადიციულ თეთრ სამოსზე უარს უხალისოდ თანხმდებოდნენ. ისმაილმა, რომელსაც 1918 წლის კამპანიის დღიდან სამეფო საჰაერო ძალების სამკერდე ნიშანი უმშვენებდა გულს, სხვების მაგალითის მისაცემად მოხალისეობა ისურვა. ერაყელი ლევიების ფორმაში გამოწყობილმა ისმაილ ბეგმა იეზიდური ტომების 200 მეომარი გადაიბირა. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ პროექტი შეწყდა, რადგან ბრიტანელებმა გაიაზრეს, რომ იეზიდები ძნელად ემორჩილებოდნენ წვრთნასა და დისციპლინას. 1925 წელს ისმაილს ცხოვრება კვლავ უსიამოვნებამ აუმყვრია, რაც ადრე მას მუდმივად თანსდევდა. მისი ყავალები სინჯარის სანჯაყის ჩამოტარებისას ჩოლის დინასტიის სხვა მთავრის, ნაიფ ბეგის დაქირავებულმა ყაჩაღებმა გაძარცვეს. ნაიფ ბეგის ქალიშვილი კი მირსაიდ ბეგზე იყო დაქორწინებული. ისმაილმა მომხდარი თავისი უფლებების შელახვის მცდელობა დაღიქვა, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლება სასწრაფოდ ჩაერია. სანჯაყი ისმაილ ბეგს დაუბრუნა, ნაიფ ბეგი კი დააკავა. მაიან ხათუნი თავად ჩავიდა სინჯარში, რათა დარწმუნებულიყო, რომ სამართალი აღსრულდა. ბრიტანელი მოხელე, რომელიც სწორედ ამ დროს იმყოფებოდა სტუმრად ჯებელ სინჯარში, ისმაილს ასე იხსენებს: 40 წლის კაცი, შავი წვერითა და მწუხარე გამომეტყველებით, როგორც ხშირად აღებეჭდებათ ხოლმე იეზიდებს სახეზე, როდესაც ძალაუფლების მქონე პირებს უახლოვდებიან. ისმაილს ეცვა ხაკისფერი ბრიჯი და ამავე ფერის წინდები, ბრიტანეთის არმიის ოფიცრის ნაცრისფერი პერანგი და ხაკისავე ჟილეტი, ხოლო თეთრ თავსაბურავზე არაბების მსგავსად შავ დაგრეხილ ქსოვილს იხველდა. ისმაილს ტანისამოსი სახლში შესვლისთანავე გამოუცვლია და გრძელი კაზაკურის მსგავსი ქურთუკი ჩაუცვამს, გამარზე რევოლვერი და სწორი კავკასიური ხანჯალი შეუბამს. სასტუმრო ოთახის იატაკზე ხალიჩები გაეგოთ, კედლებზე ქილიმები, ფოტოები, რევოლვერები, ხმალი, ტელესკოპიანი სპორტული თოფი და კიდევ ერთი კავკასიური ხანჯალი ეკიდა, რომელსაც ბუდეზე სანჯაყი ჰქონდა ამოტვიფრული. ერთ კუთხეში ჩანთა ეკიდა, რომელშიც ლალიშიდან წამოღებული ნაირ-ნაირი საქმეველი ეწყო. 3 წლის შემდეგ ისმაილს პაულ შიუცი ეწვია, გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც ალეპოდან თავრიზისაკენ მიემგზავრებოდა და განზრახული ჰქონდა შემდეგ კავკასიის გერმანული დასახლებები მოენახულებინა. ბელეთ სინჯარში ჩასული შიუცი და მისი ექიმი თანამგზავრი ისმაილის სახლს მიადგნენ. მასპინძელი საერთო ოთახში ტახტზე იწვა. სახე ფერმკრთალი, ლოყები გამოკვეთილი და ყვრიმალებქვეშ ჩაცვენილი. შავი წვერი გამოკვეთს თავის მოყვანილობის სილამაზეს. ისეთივე ხისაგან ნათალს გავდა, როგორიც რუსეთის მთავარ ეპისკოპოსებს უმშვენებთ თავს. მისი ღრმა, მუქი თვალები სიმძიმილისა და ტანჯვის კვალს იტევდა. არც მახსენდება, როდისმე მოცინარი მენახოს. ისმაილი, როგორც ავტორი წერს, ცუდად ახველებდა და მკერდის არეში ტკივილებს უჩიოდა. მოგზაურებს ორი დიდი, კარგად მოწყობილი საძინებელი ოთახი გამოუყვეს ზედა სართულზე. შიუცი მილეული მთვარით განათებული მთისა და სამხრეთით მდებარე უზარმაზარი უდაბნოს ჭვრეტით ტკბებოდა, როცა მისი ოთახის სიახლოვეს ხმაური მოესმა. შიუცმა გააღო კარი და დაინახა მოახლე, რომელიც ისმაილს ქვეშაგებად ხალიჩებს უმზადებდა გარე დერეფანში. მეორე დილით ისმაილმა სტუმრები მისაღებ ოთახში მიიწვია, სადაც მათ ხალიჩებს, ხმლებსა და თოფიარახს შორის ძველი, გაცვეთილი ევროპული ჟურნალები, ჯვარცმის სომხური გამოსახულება და ფერადი პლაკატები შენიშნეს. გრიცნერის საკერავი მანქანებისა და ინგლისური ბულიონის კუბების რეკლამები. იგი დათანხმდა იეზიდთა რელიგიაზე ესაუბრა და სტუმრებს უთხრა: ერთ სირიელ მღვდელს უკვე ჩავაწერინე ჩვენი რწმენის საიდუმლო პრინციპები.
შიუცი წერს, რომ ეს იყო პატარა წერილი, შედგენილი არაბული ასოებით, მაგრამ როგორც ჩანს, ქურთულ ენაზე. ისმაილმა დასძინა, რომ მათი უძველესი წიგნი, რომელზეც ამბობდნენ, რომ 4000 წლისაა, ქურთულ ენაზე დაწერილი შავი წიგნი 1892-93 წლების თავდასხმების დროს დაიკარგა და რომ სავარაუდოდ დედანი ახლა გერმანიაში ინახებოდა. ისმაილს გაეგო თითქოს მისი ასლი მოსულის ერთ წარჩინებულ მოქალაქეს ჰქონდა. ისმაილის მოწიწება და სიყვარული თავისი რელიგიისა და იეზიდების კულტურული მემკვიდრეობისადმი დეტალების სიმრავლეშიც იკითხებოდა. ყოველივეს ნაჩქარევად იწერდა შიუცი და მოგვიანებით აკრიტიკებდა, როგორც არაინფორმირებული ადამიანის დამახინჯებულ ცნობებს. ისმაილს დიდი განცდით უსაუბრია უკანასკნელი ნახევარი საუკუნის არაერთ ხოცვა-ჟლეტასა და იძულებით გამაჰმადიანებაზე, რამაც ოდესღაც მრავალრიცხოვანი იეზიდური საზოგადოება გამოხშირა. მომავალზე საუბრისას ისმაილს გუნება განწყობა დამძიმებია. მან ამაყდა ჩვენა სტუმრებს აბდელ ქარიმის სურათი, რომელსაც ბაღდადელი მასწავლებლის ევროპული ფორმა ეცვა, მაგრამ ისიც დასძინა, რომ მისი დაკვირვებით განათლება რწმენას ანგრევდა, ყველას დამოუკიდებლად ფიქრის საშუალებას აძლევდა. იეზიდთა საზოგადოების მეხუთედს განათლების მიღება სურდა, მაგრამ დანარჩენები თავიანთი რელიგიის მიმართ ერთგულებას იჩენენო, აღუნიშნავს ისმაილ ბეგს. თავის 10 წლის ვაჟზე, სავარაუდოდ იეზიდ-ხან ბეგზე, უთქვამს, იეზიდის რელიგიის საიდუმლოებებს მას გულიდან გადავცემ. ის კი თავის ვაჟს გადასცემს გულიდანო. მოსულის გზაზე მიმავალ მოგზაურებს ყურში ექოთ ჩაესმოდათ ისმაილის სიტყვები. ჩამოწერეთ ჩვენი რელიგიის პრინციპები და ევროპის ყველა ენაზე გამოაქვეყნეთ და გაიცნონ ჩვენი სარწმუნოება, სანამ არის და არ გამქრალა. სინჯარის სანჯაყის ინციდენტში მაიან ხათუნის ჩარევამ ნათლად აჩვენა თუ ვინ მართავდა შეიხანს. 1922 წელს ერთი ბრიტანელი ავტორი წერდა, საიდ ბეგს, მელანქოლიური, ნატიფი გარეგნობის ადამიანს, ჰქონდა ლამაზი თვალები და შავი წვერი, მაგრამ გამოუკვეთელი ტუჩები და ჩამოუყალიბებელი გამომეტყველება კაცისა, რომელსაც მართავენ და არა თავად მართავს. 2 წლის შემდეგ ლონდონის Times-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა, რომელიც ბაადრიში ჩასულიყო, საიდ ბეგი ასე აღწერა: შთამბეჭდავი გარეგნობის, მაღალი და გამხდარი ნატიფი ხელებითა და გაშლილი შავი წვერით, რომელიც ქვემოთ თანდათან უწვრილდება. თავის ასაკზე უფრო მეტი ხნისას გევდა, ხოლო მწუხარე თვალებში ჩამდგარი ჩრდილი მის ფერმკრთალ სახეს შემზარავ იერს სცენს. მწერალი მაიან ხათუნსაც სწვევია, პირქუშ, ლამაზ, წარმოსადეგ ქალს, სასახლის საქალებოს ჭერმაღალ, ჭვარტლით გაშავებულ, დროისაგან შელახულ დარბაზში, სადაც ბუხრის მოგიზგიზე ცეცხლთან მიმჯდარი მართავდა თავის გარემოცვას. შემდეგ ავტორი წერს, აშკარაა, რომ იგი აბუჩად იგდებს თავის სუსტ ვაჟს. ალიბეგისა და მისი პაპის მკვლელობის შემდეგ შიუცი თავის ერთ-ერთ სტატიაში აცხადებს. და ალბათ ვერც საიდ ბეგი მიაღწევს მორჭმულ ასაკს, რადგან შავ ღვინოზე მეტად მხოლოდ თეთრი არყის დანახვა უხარებს გულს. მიუხედავად ამისა, არასდროს კარგავს გარკვეულ მომხიბვლელობას, ხოლო სიმთვრალე ბუნებრივ მელანქოლიურობას უმძაფრებს. შიუცი საზღვათაშორისოდ აღნიშნავს, რომ მირი 5 ამერიკული ავტომანქანის ამაყი მფლობელი იყო. 27 წლის ასაკში საიდ ბეგი 5 ჯერ იყო ნაქორწინები. დამლუჯი წერს, რომ საიდს პირველი ცოლი 1925 წელს მოუკლავს. მეორე ცოლი, ნაიფ ბეგის ქალიშვილი, ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილა, მაგრამ მეოთხე ცოლი, რომელზეც მან მშობლიურ სინჯარში იქორწინა, ისიც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლავთ. და 1929 წელს ერთ ინგლისელ ქალთან პოლიგამიის განხილვისას საიდ ბეგს აღუნიშნავს. თქვენთან ქალებს დიდი ძალა აქვთ. ამიტომ ერთი ცოლი საკმარისზე მეტია, მაგრამ ჩვენთან, სადაც არც ერთ ქალს არ გააჩნია ძალა, სხვაგვარადაა. 1930 წელს ერაყის მთავრობამ და მისმა ბრიტანელმა მრჩევლებმა საჩივრები მიიღეს თითქოს მირი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ქალაქ მოსულში სასმელსა და მოცეკვავე გოგონებზე ხარჯავს. მაგრამ განამხოლოდ ეს, იეზიდური სოფლები გარეწარი იურისტების ბანდის დახმარებით დაუგირავებია. იურისტები ამ საქმით დიდად დაინტერესებულნი ყოფილან, რადგან მისი გარყვნილების წყალობით კიდევ უფრო მეტ ფულს იჯიბავდნენ.
იყო მოსაზრებები, იეზიდებიც ისეთივე მარეგულირებელი კანონებით დაექვემდებარებინათ, როგორცაც ქრისტიანული და ებრაული თემები ემორჩილებოდნენ. ამის შესახებ ბრიტანელებს სინჯარისა და შეიხანის წარჩინებულთა აზრის გარკვევა სურდათ. მირ საიდ ბეგის ალტერნატივა იყო მისი ბიძაშვილი ჰუსეინ ბეგი, მირ მირზა ბეგის ვაჟი, რომლისგანაც მირის წოდება ალი ბეგს მემკვიდრეობით გადაეცა. 1925 წელს ბაადრიში მყოფი ერთი სტუმარი წერდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰუსეინი პირველობაზე თითქმის არ აცხადებს პრეტენზიას, არაოფიციალურად მისი გარკვეული ძალაუფლება მირის ოჯახში აშკარაა. ჰუსეინი სასიამოვნო პიროვნებაა, არის გონიერი, შესანიშნავი მანერების მქონე და თავდაჯერებული ადამიანი და ადვილი წარმოსადგენია, რომ იდეალური მმართველიც იქნება. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ჰუსეინი პასიური და გულჩათხრობილი გახდა და მაიან ხათუნის ძალაუფლებასაც კვლავ აღარავინ უქმნიდა საფრთხეს. შეიხანის მემორანდუმი, რომელსაც ბაბა შეიხი და იეზიდთა რელიგიური წრეების მნიშვნელოვანი პირები აწერენ ხელს, იმ კონფერენციისათვის მომზადდა, რომელიც 1931 წელს გაიმართა მოსულში სერ ფრენსის ჰამფრიზის, ერაყში ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის მონაწილეობით. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხინჯი ვერ უპოვეს ამ ოსტატურად შედგენილ დოკუმენტს, რომელშიც იეზიდთა საზოგადოების ფუნდამენტური წესები იყო განმარტებული და რომელიც კატეგორიულად აცხადებდა, რომ მირის გათავისუფლება ან მოხსნა შეუძლებელია, თუ არა მისი ბუნებრივი სიკვდილი ან მკვლელობა. ღმერთი ნუინებებს. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კონფერენციამ მიიღო ეს წესი. იმ პრეცედენტის მიუხედავად, რომ მაიან ხათუნის მამა პრაქტიკულად რეგენტობას წევდა, როდესაც ოსმალებმა ბიძამისი გადააყენეს, ხოლო მირის უფლება სამთავრობო შემოსავლებზე ოფიციალური ბრძანებულებით დადასტურდა. მოსულის გამგებელთან შეთანხმებით 1931 წელს სინჯარის სანჯაყმა მთის თავის ჰამუშირუს ხელმძღვანელობით შემოიარა იეზიდთა სოფლები. შემოწირულობათა შეგროვების შემდეგ ფაქირმა განაცხადა, რომ სანჯაყს მხოლოდ მირის ბიძაშვილს, ჰუსეინ ბეგს გადასცემდა. საიდ ბეგმა დაუყოვნებლივ შეადგინა პეტიცია სანჯაყის დაბრუნების მოთხოვნით და მას 8000-მა იეზიდმა მოაწერა ხელი. დაპირისპირება 3 თვეს გრძელდებოდა. სანჯაყი კი დროებით მოსულის გამგებელს მიაბარეს. 1931 წლის დეკემბერში ბაღდადიდან მოვიდა მითითება, რომ სიწმინდა საიდ ბეგს ეკუთვნოდა და მას უნდა დაჰბრუნებოდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა 1932 წლის სექტემბერში. ამ დავის დროს ხანდახან ისმაილის სახელსაც ახსენებდნენ, მაგრამ მისი ინტერესები ახლა პოლიტიკიდან კოსმოსურ თემებს გადასწვდომოდა. ამაზე მანამდე შიუცთანაც ისაუბრა. ისმაილს გადაეწყვიტა, რომ განათლების ნაკლებობისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად იგი ვალდებული იყო, წერილობით გადმოეცა იეზიდთა რელიგიის პრინციპები, მათთან ერთად კი მთიანეთის ისტორია და საკუთარი გამოცდილება. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თავის ნდობით აღჭურვილ არაბ გადამწერს კარნახი დაწერინებდა ყველაფერს, რაც იცოდა. 1929 წელს მისი 12 წლის ქალიშვილი ვანსა ბეირუთის გოგონათა ამერიკულ სკოლა-პანსიონში ჩაირიცხა. ქალაქში ერთ-ერთი ჩასვლისას ისმაილი ავად გახდა, მერე ფულიც გამოელია და ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტის დოქტორ ბაიარდ დოჯის კეთილინებით საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მოათავსეს. თაში დაბრუნებულმა ისმაილმა დოქტორ დოჯს თავისი ხელნაწერები გაუგზავნა. სასაუბრო ენით დაწერილი მოგონებები 1925 წლის ამბებით სრულდება. სინჯარის ისტორია, რომელიც მას შავნაწერად დარჩა, 1875 წლით, ხოლო იეზიდთა რელიგიის მისეული აღწერა შეიძლება ითქვას ზეპირსიტყვიერი ტრადიციისა და ევროპელ მეცნიერთა კომენტარების ნაზავი იყო. ხელნაწერის რედაქტირება კონსტანტინ ზურაიკმა, უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორმა ითავა და იგი 1934 წელს გამოიცა სათაურით იეზიდები, წარსული და აწმყო. ავტორი წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო, დაიწვა კომეტა, რომლის კაშკაში მორწმუნესა და დაეჭვებულს თვალს ჭრიდა. 1933 წლის 9 მარტს ისმაილ ბეგი მოსულში გაემგზავრა, ბეირუთიდან დაბრუნებული ვანსას დასახვედრად. იმ საღამოს საიდ ბეგთან სადილობის შემდეგ იგი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე თვის შემდეგ მაიან ხათუნი და მისი ვაჟი დამწუხრებულ ოჯახს ეწვივნენ. მისამძიმრებისას და ზოგადი საუბრის შემდეგ
მაიან ხათუნმა მათ ისეთ ირამ შესთავაზა, რაც ორივე ოჯახს შეუნარჩუნებდა უწინდელ კომფორტულ ცხოვრებას. მირ საიდბეგს აზრად მოსვლოდა ძველი მტრობა და წარსულის ჭრილობები ისმაილის ქალიშვილზე, ვანსაზე დაქორწინებით მოეშუშებინა. ვანსა მაშინ 16 წლის იყო. ოჯახში დიდი განსჯა-განხილვის შემდეგ ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვანსა სამედიცინო კარიერაზე უარს იტყოდა და საიდბეგზე იქორწინებდა. თანაც ამ პერიოდში ისმაილს ერთხანს შემწეობაც შეუწყვიტეს. ქორწილი 1934 წელს გაიმართა და ვანსა ბაადრისთან მდებარე ახალ ქვის სასახლეში გადავიდა, რათა მირის ოფიციალური თანამეცხედრე გამხდარიყო. 1929 წლიდან მირ საიდბეგს 4 ქალზე ეკორწინა, მათ შორის იყვნენ ხოხე და მისი და, ნაიფ ბეგის ქალიშვილები. ქორწინება ვანსას, ამერიკული განათლების მქონე ახალგაზრდა სტუდენტსა და განებიურებულ, მუდამ ბანგით გაბრუებულ მირს შორის გააბწყინა ერთი შვილის დაბადებამ, მაგრამ 1 წლის ასაკში ლეილა გარდაიცვალა. ახალი ცოლის მიმართ საიდბეგის ყურადღებობას ავსებდა და აწონასწორებდა გონიერი მაიან ხათუნის კეთილგანწყობა. მან ვანსაში ზოგიერთი თავისი თვისება და პიროვნული ძალა დაინახა, რასაც სრულიად მოკლებული იყო მისი ვაჟი. სანამ მირი თავის ციხესიმაგრეში განმარტოებით ტყბებოდა, ახალგაზრდა ხათუნი და მისი დედამთილი შეიხანის სოფლებში მოგზაურობდნენ. საშემოდგომო დღესასწაულისათვის მაიან ხათუნმა თავად აურჩია ვანსას ძვირფასი ქვებით გაწყობილი კაბა. ჰენრი ფილდი, ჩიკაგოელი ანთროპოლოგი, რომელიც ბაადრის 1934 წლის ივნისში ესტუმრა, წერდა: ვანსა ულამაზესი გოგონაა, ჯერ კიდევ მოზარდობის სასაკშია. საშუალო სიმაღლისა და კოხთა აღნაგობისაა. ამშვენებს სწავლისფერი თმა და თვალები. მისი ისედაც თითქმის მრგვალი სახე თითქოს დღითი დღე უმრგვალდება. მირს, რომელსაც ფილდი ასე აღწერს: ხმელი, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ყავისფერი თმა და თვალები. ერთი უჩვეულო რამ გამოარჩევდა. გრძელი წვერი ლამის კულულებად ჰქონდა დახვეული. სხვა მოგზაურთა მსგავსად, ფილდსაც შეუნიშნავს მისი დიდრონი, წაბლისფერი თვალების მშვიდი, ნაღვლიანი გამომეტყველება. მირს ჰენრი ფილდის თქმით იეზიდებისათვის დამახასიათებელი ეშხიანობა, სისხარტე და მუხტი აკლდა. სიცოცხლის უნარიანი კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და არც გონებით გამოირჩევა. წერს ფილდი და დასძენს, მისი გუნება განწყობა ავადმყოფურია, იუმორის გრძნობა ნაკლებ გამოხატული. ფილდი და მისი თანმხლები ჯგუფი საიდბეგსა და ვანსასთან სასახლეში სადილობდნენ, როდესაც ჩვენ და გასაოცრად და აღსაფრთოვანებლად მირის დედა ჩამოვიდა. კაცრი იერის ქალი იყო, მაღალი, პირბადეს ატარებდა, თითქმის ისეთივეს, როგორებიც მონაზვნებს სახის ნაწილს უფარავთ. მხოლოდ სახე უჩანდა, ხოლო თავზე თეთრი ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული, რომელიც სახის ირგვლივად შემოეგრაგნა და გრძელ, თავისუფალ ნაოჭებად ეფინა მხრებსა და ზურგზე. მუხლურჯი სამოსი თითქმის მიწას წვდებოდა, გამჭოლი და ცივი მზერა ჰქონდა. მსოფლიოს ამბები აინტერესებდა და არაერთი კითხვა დაგვისვა. ამას ბუნებრივად მოჰყვა მუსაიფიც. მთელი ეს ხანი ვანსა და მირი გვერდით ესხდნენ და უხალისოდ ადევნებდნენ თვალს ამ სცენას. მსოფლიო კი, რომელიც ბრიტანელებისა და ფრანგების გამარჯვებამ შეცვალა, კიდევ ერთხელ იცვლებოდა. ბრიტანეთის მთელ იმპერიაში ადგილობრივი ხელისუფლებების გაძლიერების გრძელვადიანი გეგმით მოქმედებდა და 1929 წელს ერაყიდან სრულად გამოიყვანა სახმელეთო ჯარი. სამეფო საჰაერო ძალების ესკადრონები კვლავ ქვეყანაში რჩებოდა. ბაღდადში ახალი 1932 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველები სწრაფად შეუდგნენ თავთავისი არმიის ჩამოყალიბებას. 1934 წელს ერაყში საყოველთაო გაწვევა ამოქმედდა. ჯებელ-სინჯარში მცხოვრები იეზიდები გაწვევის ახალ კანონში გამონაკლისის უფლებას ითხოვდნენ, ან თუნდაც უფლებას იეზიდურ ქვედანაყოფში ემსახურათ. მათი თხოვნა უარყვეს და როდესაც რეგისტრაციის დრო მოახლოვდა, იეზიდებმა აღარ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. ყურადღებთ მირ საიდბეგის რჩევა და მოთმინებით დალოდებოდნენ მოვლენების განვითარებას თუ დაუდ ელ-დაუდის შეგონების თანახმად იარაღისათვის მოეკიდათ ხელი. ამ დროს კი ბაღდადის მთავრობა კანონის აღსასრულებლად ემზადებოდა. 1935 წლის სექტემბერში ერაყული ჯარის ბრიგადა, რომელსაც ჰაერიდან აეროპლანები იცავდა,
საარტილერიო იარაღითა და ჯავშნიანი მანქანებით მთიანეთს მიადგა და ერთიანად დაიკავა. ერთადერთი ტომი, რომელმაც მათ წინააღმდეგობა გაუწია, მიჰირკანი იყო, მაგრამ აჯანყებულებს საბრძოლო მასალა მალე ამოეწურათ. დაჭრილმა დაუდ ხანმა სირიის საზღვარი გადალახა და ერაყიდან გაიქცა. რამდენიმე კვირას გრძელდებოდა სამხედრო სასამართლოები, სადაც 400-ზე მეტი საქმე განიხილეს. ხელისუფლებამ 9 დაუმორჩილებელი წინამძღოლი ჩამოახჯო. 300-ზე მეტ პირს მიესაჯა 10 და მეტი წელი. აგრეთვე უვადო პატიმრობაც. მომდევნო წლებში ამ პატიმართაგან ბევრი გაათავისუფლეს. ბაადრიში სიმშვიდემ დაისადგურა. მაიან ხათუნის უფლებამოსილება ჯებელ სინჯარზე მხოლოდ გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ჰამუშირუ და ისმაილ ბეგი გარდაიცვალნენ, ხოლო მეამბოხე დაუდ ელ-დაუდი ქვეყნიდან გაიქცა. თუმცა 1927-38 წლების ზამთარში ხმები გავრცელდა, რომ სინჯარში რაღაც ინტრიგას აწყობდა ისმაილის ვაჟი, 17 წლის იეზიდ ხან ბეგი, რომელიც ოდესღაც შიუცმა ისმაილ ბეგის მუხლზე დასკუპებული ნახა. როცა იეზიდთა სარწმუნოებისა და ტრადიციების შესახებ მამის ნაამბობს უსმენდა. 1938 წლის დასაწყისშივე ერთ ადრიან საღამოს ვანსას ოთახში აცრემლებული მირ საიდ ბეგი შევიდა და უთხრა, რომ ახალი დაბრუნებული იყო შეხვედრიდან, რომელზეც იეზიდ ხანის სავარაუდო შეთქმულებას განიხილავდნენ. თითქოს ყმაწვილს სინჯარის მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება სურდა. შეხვედრაზე ვანსას ძმის მოკლა გადამწყდარიყო. საიდბეგმა ვანსას განუცხადა, რომ კრებას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა, მაგრამ შეჰპირდა, რომ შედეგს მალევე შეატყობინებდა, რადგან პირველი, ვისაც იეზიდ ხანის სიკვდილის ამბავს ამცნობდნენ, თავად იყო. არა, წამოიძახა ვანსამ და ბალიშის ქვეშიდან რევოლვერი გამოიღო. ჯერ ჩემი ძმა გაიგებს შენი მოკლის ამბავს. ვანსამ 5 ჯერ გაისროლა. პირველივე 2 ტყვია საიდბეგს მარცხენა ფეხსა და მკლავში მოხვდა, დანარჩენი ააცილა. საერთო არეულობაში ვანსა მისმა სომეხმა მძღოლმა, აკოპმა გააპარა სასახლიდან. თავისი ბიუიკით, ჯერ მოსულში წაიყვანა, იქიდან ბაღდადში, სადაც ვანსა აკოპის ოჯახის მიერ შერჩეულ ბინაში იმალებოდა. ეს ოჯახი ოდესღაც ოსმალებისაგან ისმაილ ბეგს გადაერჩინა. საიდბეგმა ჭრილობები მოიშუშა, მაგრამ მას შემდეგ ვანსაზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. მძღოლი აწამეს, მაგრამ ვანსას ადგილსამყოფელზე სიტყვაც ვერ დააცდენინეს. ცოტა ხნის შემდეგ ექთნად გადაცმულმა ვანსამ სირიის საზღვრის გადალახვა მოახერხა და ალეპოსაკენ აიღო გეზი. იქ კი წმინდა სვიმეონ მესვეტის მონასტრის მიმდებარე იეზიდთა სოფელს შეაფარა თავი. მოგვიანებით მას ფრანგებმა ალეპოში დარჩენის ნებართვა მისცეს. მეორე მსოფლიო ომით დაიწყო ევროპის დიდ სახელმწიფოთა კონფლიქტების ისტორიის ახალი თავი. დაიწყო იმით, რომ გერმანიამ და რუსეთმა შუაზე გაიყვეს პოლონეთი. ამჯერად თურქეთმა ეშმაკურად აირჩია ნეიტრალიტეტი. ასევე მოიქცა ერაყიც. იმ დროს ერაყის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი რაშიდ ალი ელგილანი იყო, შეიხ ადი სუფია მეგობრის, შეიხ აბდელ ყადირის შთამომავალი. თავად პოლიტიკოსმა ისმაილ ბეგის ძველმა მეგობარმა ვანსას უფლება მისცა ერაყში დაბრუნებულიყო და მთავრობის მიერ დანიშნული დაცვით ეცხოვრა ბაღდადში. 1940 წელს დასავლეთ ევროპაში გერმანიამ გაიმარჯვა. პირველ მსოფლიო ომში უძლეველი საფრანგეთი იძულებული გახდა იარაღი დაეყარა. ბრიტანეთს ახლა თავისი სანაპიროები უნდა დაეცვა. 1941 წლის გაზაფხულზე გერმანელებმა ბალკანეთი დაიკავეს, ხოლო ბრიტანეთის დამხმარე ჯარებს ეგვიპტე დაატოვებინეს. ერაყის პრემიერ-მინისტრი რაშიდ ალი, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა გერმანიის წარმატებებს, მაგრამ სათანადოდ ვეღარ აფასებდა ბრიტანეთის სამხედრო უნარიანობას ინდოეთსა და სპარსეთის ყურეში, ყოფილ სიუზერენს ჯარის გატარებისას ბარიერებს უქმნიდა. 30 დღის განმავლობაში ბრიტანულმა ძალებმა კვლავ დაიპყრეს ერაყი და იქ 1947 წლამდე დარჩნენ. ვანსა საიდბეგთან განქორწინდა. ისლამი მიიღო და სირიელ ექიმს გაჰყვა ცოლად. ამ პერიოდში იგი ინტერნირებულთა ბანაკში იმყოფებოდა. საიდბეგს სხვა ცოლი აღარასდროს შეურთავს. 1944 წლის 28 ივლისს მირი ხოხესთან ერთად მოსულში იმყოფებოდა. იმ საღამოს იგი სასტუმრო კავკაბ ეს-შარკში, აღმოსავლეთის ვარსკვლავი, დარბაზობაზე იყო მიწვეული, სადაც უეცრად გარდაიცვალა. დამლუჯის სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთ ადამიანებს შორის ვისთან ურთიერთობასაც იეზიდთა სარწმუნოება უკრძალავდა.
მაიან ხათუნი, ახლა უკვე 70 წლისა, იმ რამდენიმე თათბირს დაესწრო, გარდაცვლილი მირის მემკვიდრეობის შესარჩევად რომ იმართებოდა. მაიანის კანდიდატი 13 წლის თახსინ ბეგი იყო, საიდ ბეგისა და ხოხეს ვაჟი. მის მხარდასაჭერად რომ ლაპარაკობდა, მაიანმა აღნიშნა, მართალია თახსინი მეტისმეტად ახალგაზრდა, სამაგიეროდ უკეთესი წარმოშობისაა ვიდრე მისი ძმები. მისი დედები ან ბასმარიები იყვნენ, ან შეიხების კლანის ქალები. მაიანმა მის წინდახედულობასა და გონიერებაზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრეებს თახსინის რეგენტად საკუთარი თავი შესთავაზა, სანამ ყმაწვილი სრულწლოვანებას მიაღწევდა. ერთ-ერთი სხვა დაჯგუფება სუვარუ ბეგს უჭერდა მხარს, ლიჩმანის სეხნიის ძმას, მაგრამ საბოლოოდ მაინც თახსინ ბეგის მირობა გადაწყდა. ამ დროს მეორე მსოფლიო ომში უკვე ევროპის ყველა მეტნაკლებად დიდი სახელმწიფო იყო ჩართული, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლები იეზიდთა სამშობლოდან ძალიან შორს მიმდინარეობდა. როდესაც ყველაფერი დასრულდა, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საოკუპაციო ძალები ერაყიდან და სირიიდან გავიდნენ და მართვის სადავეები ადგილობრივმა მმართველებმა გადაიბარეს. ევროპასა და აზიის სხვა ქვეყნებში მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამჯერად ეს ხვედრი ასწდა მიწებს, რომელთაც სულთნები მართავდნენ. იეზიდურ თემებს ერაყში, სირიასა და ამიერკავკასიაში ეს ომი არ შეხებიათ. მაიან ხათუნის მეორე რეგენტობის წლები ერთდროულად წარმატებულიც იყო და წარუმატებელიც. 1948 წელს სამთავრობო შემოსავლებმა 8185 ერაყული დინარი შეადგინა. სინჯარის სანჯაყს წელიწადში 4000 დინარი შემოჰქონდა. შეიხანის სანჯაყს 1500. მირის შემოსავალი შეიხ ადის ტაძრის მოსაკრებელთაგან 1500 დინარს აღწევდა. შეიხ-შემს ად-დინის სალოცავიდან და თეთრი წყაროდან 500 დინარს. ბალანს სხვა სალოცავების შეწირულობები ადგენდა. 1959 წლის 25 მაისს სადიყ დამლუჯიმ, რომელსაც იეზიდებთან თავისი ცხოვრების 40 წელზე მეტი აკავშირებდა, ამ საზოგადოებისადმი მიძღვნილი 500 გვერდიანი წიგნი დაასრულა. ავტორის სათანადო პატივს მიაგებდა მაიან ხათუნს. ახლა 75 წლისაა. პირველად რომ ვნახე, ახალგაზრდა, ლამაზი და მიმზიდველი ქალი იყო. შემდეგ დაწვრილებით წერს მაიანის წინაპრებზე. 18 წლისამ თავის ბიძაშვილთან, მիր ალი ბეგთან იქორწინა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავისი ვაჟის, მիր საიდ ბეგის, მოგვიანებით კი საიდ ბეგის ვაჟის, თასინ ბეგის რეგენტი იყო, რომელიც 13 წლისა მირად აირჩიეს. მისი ნიჭიერება და უნარიანობა პირველად ალი ბეგის სიცოცხლეში გამოვლინდა, როცა სამთავრობო მოვალეობების შეთავსება მოუხდა და განსაცდელსა და ტანჯვაში მუდამ მეუღლის თანაზიარი იყო, შემდეგ კი სივასში, სადაც ოსმალეთის მთავრობის გამოისობით გადასახლებაში იმყოფებოდნენ, 3 წელიწადს გვერდიდან არ მოშორებია. ბრძენ დარბაისელსა და შორს მჭვრეტელს თავისი ხალხი რიდითა და მოწიწებით შეჰყურებს. შესწევს ძალა და მათზე ისეთ ზემოქმედებას ახდენს, ვერავინ გავედავს და ვერ შეეწინა აღმდეგება მას. ყველა საშინებს თითქოს მისი ახლო ყოფნა, მაგრამ მისი არ ყოფნა უფრო აშფოთებთ. ქედმაღალია, ამაყი და პატივმოყვარე, მაგრამ ვინც ოდესმე შეხვედრია, ქედსიხრის მისი ბუნების სიდიადისა და კეთილშობილების წინაშე. ის უკიდურესად პესიმისტია. არავის ენდობა და მართალია შემოსავალს არ უჩივის, მაინც ხელმომჭირნია და ყაირათიანი. არ მოსწონს და ზემოდან დახურებს თავადური ოჯახის მამაკაცებს. ცბიერია, ვერაგი და მუხთალი. შეუძლია მოწინააღმდეგეს მომაკვდინებელი სისასტიკით მოეპყროს. იმავდროულად, კარგი მმართველია, რომელიც გასცემს და ართმევს, აჯილდოებს და სჯის, ნებას რთავს და კრძალავს კიდეც. იქცევა ისე, როგორც საქმის სასიკეთოდ მიაჩნია. ძნელი წარმოსადგენია რა მოხდება, როცა მოკვდება. მისი სიცოცხლე ხომ ნელ-ნელად დასასრულს უახლოვდება და თუ კი რამ შემორჩა ცოცხალი და ახალგაზრდული, მხოლოდ მისი გონებაა. ამ სტრიქონების ავტორი 1958 წელს გარდაიცვალა. იმავე წელს, როდესაც ერაყში ბრიტანელების მიერ დატოვებული რეჟიმი რევოლუციამ დაამხო. მაიან ხათუნი ცოცხალი აღარ იყო, რომ ახალი ეპოქის დაბადებას შესწრებოდა. იგი 1957 წლის 31 დეკემბერს 83 წლისა გარდაიცვალა.
ვანსამ, მისმა დიშვილმა და იმავდროულად რძალმა მრავალი გასაჭირი გადაიტანა. ერთხელ ხმებიც კი გაურცელეს, რომ გარდაიცვალა, სანამ დედას და და-ძმას შეურიგდებოდა. იმ დროს საცხოვრებლად კაიროში გადავიდა, სადაც 1968 წლიდან დაქვრივებულმა შვილები მარტომ გაზარდა და დღემდე არ ტოვებს არც ერთ თავყრილობას ლომების კლუბში, სადაც მას უმცროს ქალიშვილთან, მაიანთან ერთად შეხვდებით.